ანა გამარჯობა. როგორ ახარ? თავად როგორ? კარგად, მადლობა. შეგიძლია სავარძელი მოირგო. ხო, ერთად ვიკეთებ. ვედით, რა თქმა უნდა. ანა, მადლობა BMG Drive სტუმრობისთვის. ყოველ და წყალი შეგიძლია მიირთვა. მადლობა მოწვევისთვის. აგარაცემის ჩაწერის მიმდინარეობისას. მოკეთ BMG-ს მაყურებელი შენ სამართლებრივი თემებიდან გიცნობს ხარია და ამიტომ მინდა რომ ამ თემები დავიწყოთ საუბარი და უფრო ვისაუბროთ არბიტრაჟის თემაზე, რაც პრინციპში ბოლო პერიოდში არ დაგვითმი ამისთვის დრო. შენი მიმართულებით რა ხდება არბიტრაჟში, მოკეთ რა ბოლო რა ცნობებია? კითხეს იმართლე არბიტრაჟი ნაკლებად აქტუალურია, მას შემდეგაც მედიაცია გახდა მოთხოვნადი, საინტერესო და უფრო ქმედითი და შედეგობრივი. რამ გამოიწვია ეგ? პირველ რიგში იმან, რომ შედეგობრივად განსხვავებული აბსოლუტურად ვადებში განსაკუთრებულად მომზიდველია. გარდა ამისა არის მოცემულობა, რომ იძლევა საშუალებას ურთიერთობა შენარჩუნდეს და ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცათ მხარეებს, იმიტომ რომ გვინდა, არ გვინდა, კი რა თქმა უნდა, არბიტრაჟს თავის პლუსები აქვს და რა თქმა უნდა, თუ კომპარირებას მოვახდენთ სტანდარტულ სასამართლო პროცესთან, რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს და ამაზე საუბარი ცალსახად არც არის. თუმცა, თუ საუბარში შემოდის მესამე კომპონენტი, ეს არის მედიაცია, ცალსახა უპირატესობა მედიაციის მხარეს არის. პირველ რიგში ეს არის სწრაფი პროცესი, სანდო პროცესი, იმიტომ რომ მხარები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და აქ გადაწყვეტილების შედეგობრივი ნაწილი არ არის დამოკიდებული მესამე პირის ასე ვთქვათ ანალიზზე, რამდენად დარწმუნდა, არ დარწმუნდა, რამდენად იყო თუ ობიექტური მოცემულობა, სამართლებრივი მოცემულობით გამყარებული და ასე შემდეგ. მედიაციის დროს მხარები მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომლის ფარგლებში კონსენსუსი მიიღწია მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მიპოვა სარგებელი ამ პროცესში. ორივე შეთანხმდა. ორივე მიპოვა სარგებელი. შესაძლოა სარგებელი აცდებოდეს ასარჩეულო მოთხოვნას. ეს კიდევ უფრო ერთი პლუსია, იმიტომ რომ მხარებმა იპოვეს რაღაც ალტერნატიული შესაძლებლობები, რაც სტანდარტული ვერც არბიტრაჟო დავაში მოხერხდება და ვერც სასამართლო პროცესის მანძილზე. ამიტომ მედიაცია მას შემდეგაც გახდა უფრო ცნობადი, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე იყო პრობლემა იმ ნაწილში, რომ სანდო ახალი მცნება იყო 2019-ში კანონი მიღებული წარმოგიდგენია სულ 4-5 წლის დამოქმედებული მოცემულობა. თუმცა როცა ნახეს, რომ ეს არის სწრაფი 45-ლიანი სტანდარტული ვადა არის მედიაციაში, თუ სასამართლო მედიაციას გულისხმობთ. არ ცდება ხო, როგორც წესი ვადებს? არა, არის შესაძლებლობა თუ არის მოცემულობა რთული დავა, პროცესი საჭირო აქვს, ერთი ამბავით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯამურად რო ავიღოთ 90 დღე არის. არ შეედრება ხო სასამართლოს. როდესაც წლებზეა საუბარი. თან ნახეთ როგორი საქართველოში პრობლემა არის რა. ძალიან ცოტა ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც კონკრეტულ სექტორში შეუძლია თანამშრომლობა. და ამ მომენტში მხარები ძალიან უფრთხილდებიან იმ ბიზნეს ურთიერთობას, რომელსაც შესაძლებელია წარმოეშვა პრობლემა, თუმცა აქვს პოტენციალი, რომ კიდევ დიდი ხნის პერიოდში თანამშრომლონ. ამიტომ განსაკუთრებით ახლა ყოველს პრობლემა აქვს რა, ეს არის ვადა და აღსრულებადობა. მედიაციას ორივე კომპონენტში აქვს უპირატესობა თუ სტანდარტულ სასამართლო პროცესთან და საარბიტრაჟო პროცესთან. ანუ აღსრულებადობის ნაწილში ალბათ რაღაც შეთანხმება შესაბამისად მარტივია, აღსრულება რაღაც ორივე მხარეს. თუ გაპრობლემდა და მოხდა, პირველ რიგში როცა სამედიაციო შეთანხმება, როგორც წესი ასარჩივდება. ანუ უკვე პროცესი აღსრულების ეგრევე იწყება, იმიტომ რომ სტანდარტულ სასამართლო დავაში თავისთავად ეს არის ინსტანციური პროცესი და ვერ ხერხდება, ხო, თუ რაღაც გამონაკლისო შემთხვევა არ არის ეგრევე აღსრულება. ამიტომ მედიაცია შევთანხმდით, აღსრულება იწყება, ურთიერთობა ნარჩუნდება, შედეგი კარგია, ბიზნესს აქვს განშტვიტადობის შესაძლებლობა, ანუ განშტვიტოს რა მოცემულობით გაგრძელებს გზას და სვლას და ინარჩუნებს პარტნიორს და პირიქით ვეღარ ინარჩუნებს პარტნიორს, ესეც შეიძლება შედეგი იყოს, ხო? და თუ დავუშვათ და ვერ და მოხდა ისე რომ მედიაციამ იქაც ჩაიშალა სტანდარტული საახსრულება ფურცელი გამოიწერება და მიდის შემდეგ. ცნობადობა რა დონეზეა მედიაციის? გარკვეულ ნაწილში ალბათ პრაქტიკაში როგორ იმუშავებს? ანუ ასე ვთქვათ, მაუს თუ მაუს მარკეტინგი მუშაობს მან, ვთქვათ, ერთი ბიზნესი მაყოფილია, მეორე, მესამე, მეოთხე და მერე სხვაებსაც უყვებიან ამაზე, მაგრამ აი რაღაცა რა შედეგზე ვართ გასულები. პროცენტულად დაბალი მაჩვენებელი იქნება, ალბათ რომ შევადაროთ სასამართლოს წასულ საქმეებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მრავალწლიანი ტრადიცია სასამართლოს შემთხვევაში კი. თუმცა ეხლა თუ გავაკეთებთ გასვლას იმაზე, რომ
მაგალითად ყველა სასამართლოში არსებობს უკვე სამედიაციო ცენტრი, რომელიც იძლევა საშუალებას სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეების განხილვა-განხორციელებას. ანუ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც მართლა ძალიან უკანონმდებლობის შრომის შედეგია, რომელიც ამ მართულებით მედიაციის ასოციაციამ, მედიატორთა ასოციაციამ გააკეთა. თუმცა მეორე მომენტი არის რა? ეს არის კმაყოფილი კონკრეტული პირი, რომელმაც პროცესიდან გამომდინარე მიიღო სწრაფი შედეგი, მიიღო სასურველი შედეგი, მიიღო აღსრულებადი შედეგი. ეს ყოველივე ერთად იძლევა საშუალებას, რომ გავრცელდეს თვითდინებით პირველი ნაწილში, როგორც შენახსენი. თუმცა მეორე მოცემულობა ისიც არის, რომ პროფესიის ცნობადობა ასევე შეგვიძლია ავიღოთ ინდიკატორად ის, რამდენად აქტიურად შემოდის პროფესიაში ახალ-ახალი კადრები, ხო? და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდია მოთხოვნადობა მედიატორის პროფესიაში შესვლის, კვალიფიკაციის ამ კუთხით მიღების და სერტიფიკატის აღების, ეს თავისთავად იძლევა იმის ერთ-ერთ კომპონენტს ინდიკატორად, რომ მოთხოვნა არის. მოთხოვნა არის, რომ არა მოთხოვნა შესაძლოა ინტერესით ნაკლებად იქნებოდა. მართალია ამ ეტაპზე უფრო მეტი მოთხოვნა არის ჩემი პროფესიის, ანუ ადვოკატების წრეში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება არა იურისტი იყოს. თქმა უნდა, აი ზუსტად ეგ არის უპირატესობა, იმიტომ რომ სპეციფიკადან გამომდინარე მხარეები ირჩევენ მედიატორს, ანუ თუ არ არსებობს მაგალითად, რომ სასამართლომ კონკრეტული CET მედიატორი აერჩია, მხარეები თვითონ ირჩევენ მედიატორს. შეიძლება ეკონომისტი იყოს უბრალოდ. იმიტომ რომ გამომდინარე დავასჭირდება, დიახ, ანუ ყველა დავასჭირდება. მაგრამ კვალიფიკაცია ხო საჭიროა მაინც, ანუ სერტიფიციტი არა? სასამართლოსგან განსხვავებით, ეკონომისტი მედიატორის სერტიფიცირებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ არის სამართლებრივი მოთხოვნა, რატომ არ არის? იმიტომ რომ მედიატორი არ წყვეტს საკითხს. მედიატორს მხარეები მიყავს საუკეთესო შედეგამდე. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, ხდება ჭეშმარიტი ინტერესების გამოკვლევა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად განცხადებული ინტერესი და ჭეშმარიტი ინტერესი სრულად არ არის თანხმოვანში ერთმანეთთან. იმიტომ რომ განცხადებული ინტერესი ის არის, რაც შეუძლია მხარეს მიიღოს სამართლებრივი მოცემულობა გათვალისწინებით, თუმცა ჭეშმარიტი ინტერესი თუ დავიწყებთ მხარეთა ინტერესების გამოკვლევა, შესაძლებელია იყოს ცოტა სხვა და იმის დაკმაყოფილების შედეგად მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. პირობითად 100 დავიდან რამდენი წყდება, რამდენი მიდის ასე ვთქვათ მედიაციაში? ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არის ორი ნაწილი, არის სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული სავალდებულო სასამართლოს, არის არჩევითი სასამართლო მედიაციის პროცესი და არის სასამართლომდელი მედიაციის პროცესი. აქედან გამომდინარე, ერთიანი სტატისტიკა ვერ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება სასამართლომდე არ მივიდეს დავა და ჩვენ ვერ ვაწარმოოთ სტატისტიკა ამ მიმართულებით, ხო? ამიტომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ შეგვიძლია სასამართლოს მიმართულებით ვისაუბროთ, მან ნამდვილად არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, მანამდე ერთადერთი გამოწვევა, რაც ახლა აქ ყველაზე მაღალი გამოწვევა ცნობადობის შემდეგ, ეს არის ის, რომ რამდენად არიან პროფესიული წრეები მზად პროცესში ჩასართავად, იმიტომ რომ ადვოკატები როგორც წესი ცოტა ასე ვთქვათ სკეპტიკურად უყურებდნენ, იქიდან გამომდინარე, ადვოკატები ჩვენ ისედაც ვახორციელებთ, ანუ ეს მიდგომა აქვთ, რომ ჩვენ ისეთ ვახორციელებთ მხარის მორიგების მცდელობას. და მედიაცია ხო არ არის ეს ჩვენს როლში შეჭრა. აქვთ გინდა არ გინდა, ვერ არის და არ არის, იმიტომ რომ ადვოკატი გინდა არ გინდა მხარის წარმომადგენელია, მედიატორი ნეიტრალური პირია და ამ შემთხვევაში სხვა მოცემულობა და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მხარე ხანდახან არ იცის. ხო, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპი უფრო ვიდრე მედიაცია არ გამოდის შეჯიბრებითობის პრინციპი. შეჯერების პრინციპი უფრო გამოდის. დიახ, მედიაცია გამოდის თითოეულ მხარესთან, ჯერ ინდივიდუალურ პროცესი როგორია, ხო? ჯერ ცალ-ცალკე მხარესთან მუშაობს, შემდეგ ერთობლივ შეხვედრებზე მუშაობს. და აქედან გამომდინარე, ის აკეთებს თითოეული მხარის ინდივიდუალურად. მას არ აქვს ემოციური მდგენელი მხარესთან. ანუ არც გაღიზიანება აქვს, არც რაღაც ზემდგომის შეგრძნების მოცემულობა აქვს, არც რაღაც ფორმალური მოცემულობა. ადვოკატები რაღაც ეჭვიანობენ მედიაციაზე. არის ცოტა ეგ მომენტი. ამიტომ ძალიან აი ხა ამ წუთას როგორც მედიატორს მე მქონია მეტი წელიწადი პრობლემები, როდესაც მიჭირს მხარის მოყვანა, ანუ ადვოკატს გომოვნო ვთხოვ, ძალიან ვემუშაო, რომ მხარე მოიყვანოს. ამბობს, რომ მე ვიქნები მხარის მაგივრად. მედიაცია მხარესთან ვერ არის ესეთი შედეგობრივი, როგორც ბოდიში ადვოკატთან ვერ არის ესეთი შედეგობრივი, როგორც მხარესთან იქნება, იმიტომ რომ მხარემ საკუთარი ინტერესების უფრო ფართო სპექტრი იცის, ვიდრე ამის მანდატი შეიძლება ადვოკატს ჰქონდეს. კი ბატონო, ფინანსურ ნაწილში რამდენად მომგებიანია მედიაცია, ანუ ღირებულებით ნაწილში ასე. გაცილებით მომგებიანია, იმიტომ რომ ჯერ დანახარჯით ნაწილი, როგორც პროცესის მხარდაჭერის ნაწილში, ასევე მომსახურე ჩართულობის ნაწილში და ასევე გადასახადის ნაწილში, რომელიც სავალდებულოდ სასამართლო შემთხვევაში არის თუ ბიზნეს დაავადებაზე საუბრობთ არის
რამოდენიმე პროცენტზე მიბმარი პირდაპირ დავის საგანთან გამომდინარე მედიაციაში ცოტა სხვა მოცემულობა, თუმცა იქაც არსებობს თუ სასამართლო მედიაციას ვეხებით, იქაც არსებობს რაღაც გარკვეული სავალდებულო გადასახადი, თუმცა თუ გავაკეთებთ შეჯამებას და დარებას, ჯამური ეფექტი როგორი აქვს რა ერთ და რა მეორე პროცესს, მედიაცია გაცილებით იაფია. მომგებიანია, ესე თუ ბიზნესის კუთხით რო შევხედოთ, და სწრაფია. ან ფაქტობრივად გამოდის, რომ თქვენ უკიდურესი ზღვარი რო ავიღოთ 90 დღეში, გაქვთ აღსრულებადი საბოლოო გადაწყვეტილება, რაც შეუძლებელია მოხდეს სტანდარტულ პროცესში. კი ბატონო. გასაგებია, რომ ყველა დავა მედიაციით ვერ მოგვარდება, ამის არსებობს სასამართლო და ეს ინსტრუმენტი, თუმცა რასაც შენ უყურებ პრაქტიკიდან გამომდინარეც ფიქრობ, რომ აი ეს დავა მედიაციით მოგვარდებოდა, ისიც მოგვარდებოდა, ანუ აი რა რესურსია, ასე ვთქვათ, კიდე სად არის სამუშაო მეტი პროაქტიულად, რომ ბიზნესებმა არც დრო დახარჯონ საკუთარი, არც ფინანსები დახარჯონ და გარკვეულწილად მედიაციით მიიღონ შედეგები, რომელიც შეიძლება სასამართლოდ დადგეს შეიძლება 5 წლის შემდეგ. ეხლა როგორც მედიატორი ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი ამას, თუმცა როგორც ადვოკატ შემიძლებენ კოლეგები. იმიტომ რომ როგორც წესი, უმეტესობა დავა, რომელიც სასამართლოში მიდის, სწორი და დროული სამედიაციო ჩართვის შემთხვევაში გადაწყვეტადია. და პრობლემა რაშია? პირველ რიგში მესმის, რომ მაღალი მოლოდინები, რომელსაც ქმნის ერთი მხარის პირადი სუბიექტური დამოკიდებულება. ანუ უმეტესობა არის 50%, 30? ანუ 70-80%. ვა, ეგეთი მაღალი? იმიტომ რომ ნახეთ რა არის დავების უმეტესობა ისედაც მიდის მაღალი მოლოდინებით. დავების უმეტესობა მიდის ორი სუბიექტური მოცემულობით. ერთი არის მხარის მიერ მიღებული პოზიცია, რომელიც ყოველთვის მოიცავს მათ შორის ემოციური კომპონენტს გარდა არსებული ობიექტური კომპონენტისა და ადვოკატის მიერ შექმნილი მაღალი მოლოდინი იმისათვის, რომ მას კლიენტთან გარკვეულწილად მისთვის სასურველი სურათი შეექმნა. ამიტომ მე სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ადვოკატები რეალობის ტესტს ნაკლებად ატარებენ მხარეს. და ის, რასაც ისინი დავასთან დაკავშირებით მას რა გათვლასაც ეუბნებიან, როგორც წესი, უფრო სასურველი შედეგის აღწერა, რისი მოსმენაც უნდათ, ასე ვთქვათ, იმას ეუბნებიან და არა რაც შეიძლება რეალურად. ეს მოცემულობა არის ცოტა პრობლემატური. აქედან გამომდინარე, ის დავები, რომლებიც აი ამ კატეგორიაში მიეკუთვნებიან, როგორც მედიაციაში გაცილებით უფრო კარგი სამართავია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ეს არის რეალობის ტესტი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მხარე ჩაერთოს და არა ადვოკატი, იმიტომ რომ ადვოკატს აქვს საკუთარი სტრატეგია გათვლილი, რომელიც შეთანხმებული და რომელიც არ გაცდება რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის მისი პირადი, ვთქვათ, პროფესიული თუ თუნდაც ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით. როგორც მედიატორი, ვალდებული ვარ თქვა, რომ ძალიან ხშირად ადვოკატის ანალიზი არის გათვლა იმ, ვთქვათ, სტანდარტულ, კლასიკურ სასამართლო პროცესზე. ეს თავისთავად მოიცავს როგორც, ვთქვათ, მის პირად ხედვას, რომელიც ძალიან ხშირად შესაძლებელია იყოს ასევე მოიცავდეს ფინანსური ინტერესის ნაწილსაც. კი ბატონო. ამიტომ რომ ვიყოთ ღია, ბიზნესისთვის უფრო საინტერესო არის მედიაცია, თუ მას ექნება სრული ინფორმირებული განშტოთადი ხედვა საკუთარ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, მათ შორის მედიაციის, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის განვითარება, რაღაც ხარისხის გაზრდა, იგივე არბიტრაჟის განვითარება და ხარისხის გაზრდა მნიშვნელოვანია თუ არა ქვეყნისთვის, რომლისთვისაც პირდაპირ უცხო ინვესტიციები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ ამ ნაწილში რაღაცნაირად ეხმარება თუ არა ქვეყანას, რომ ინვესტორებმაც ალბათ უყურებენ და დაწმობ უყურებენ ამ სამართლებრივ, ასე ვთქვათ, ბერკეტებს იარაღებს, რა შეიძლება იყოს ქვეყანაში, ანუ მაგ ნაწილშიც ხوار იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი კომპონენტი, როდესაც ინვესტორები ინტერესდებიან კონკრეტულ ქვეყანაში ინვესტიციო პროექტებით შესვლით, ეს არის სასამართლო პროცესის მიმართ არსებული ან საზოგადოებრივი ნდობა, განშტოთადობა, რამდენად შესაძლებელია განშტოთადი იყოს სასამართლო დავა, იმიტომ რომ ეს ერთი მთავარი კომპონენტია და ასევე ვადები და შედეგიანობა. ამის გათვალისწინებით თუ იქნება ქვეყანა, რომელსაც კარგადაა განვითარებული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რაც პირდაპირ მასშია დროსთან.
იმიტომ რომ ბიზნესისთვის ფინანსური რესურსი ერთი მოცემულობაა, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია დროითი რესურსი. და დროითი რესურსის სწორად გათვლის შესაძლებლობა აქვს ინვესტორს, როცა შედეგის გათვლის შესაძლებლობა აქვს, როცა პროცესების მართვის მოკლე ვადის მიღების შესაძლებლობა აქვს, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით აამაღლებს ქვეყნის სადმე ინტერესს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ხა ინვესტორს მინიმალური დავა რო შეექმნას თუნდაც ერთ-ერთ პარტნიორთან, ის წლების განმავლობაში უნდა ელოდეს შედეგს. სამ შედეგს ელოდება, ეს ხო შედეგი არ არის მხოლოდ, ეს არის განშტაბების პრობლემა. ანუ ბიზნესის საკუთარი ბიზნესის სტრატეგია რო განსაზღვროს, მას უნდა ქონდეს სრული აღქმა, რა რესურსებს ფლობს, რა შეზღუდვები შეიძლება ქონდეს, რა რესურსებთან წვდომა შეიძლება დაკარგოს სასამართლოს თავიდან გამომდინარე და თუ მას წლები უწევს ფაქტორებრივად გარდამავალ პერიოდში ყოფნა, ან როდესაც ჯერ კიდევ არ იცის რა საბოლოო შედეგამდე შეიძლება მივიდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განშტაბება პრობლემატური საკითხია ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როცა კონკრეტული ბიზნესის შემოსვლასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები ინვესტორთან. კი ბატონო, ერთი თემა მინდა შემოვიყვანო, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით 2025-ში აქტუალურია, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ემუქრება თუ არა რაიმენაირად იურისტების პროფესიას, ადვოკატების ნაწილში ცოტა შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტივა, მაგრამ მე მგონი რაღაც აგენტები იქნებიან, მე შეიქნება მომავალში ამ პროფესიას შეითავსება, მაგრამ გეხმარებათ თუ კონკურენტს ხედავთ AI-ში? ნახეთ, უნდა დავუყოთ, ხო? სამართლებრივი მხარდაჭერითი პროცესი რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი ეს არის დოკუმენტაციებთან მუშაობის პროცესი. დოკუმენტაცია მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების პროცესი, დამუშავებული ინფორმაციის ახალ პირობებში, ახალ დოკუმენტში ან ახალი სახის სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში გამოყენება, შემდეგ უკვე აღსრულების პროცესი, ხო? შეიძლება იყოს პირადი წარმოადგენლობა იქნება თუ რაიმე სახის აი ამ დოკუმენტაციის შედეგის დაყენება, ხო? იმათ, სადაც ყველაზე შრომატევადი კომპონენტია, ეს არის ინფორმაციის დამუშავება და დამუშავებული ინფორმაციების ასე ვთქვათ, რაღაცა რუტინა რა. აი ამ ნაწილში მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება გამოყენება ხელოვნური ინტელექტის. თუმცა, კიდევ ერთხელ ჩვენ იურისტები სკეპტიკური ადამიანები ვართ, გვიყვარს საკუთარი ხელით და თვალით ყველაფრის გადამოწმება, რა თქმა უნდა. კონსერვატიული მიდგომა. კი, რა თქმა უნდა, სკეპტიკურები ვართ, იმიტომ რომ რამდენად შეძლებს ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს, ხო? გადამოწმებ მე. ხო, გადამოწმების ამუშავებ და მე შენ გადავა. ეს კომპონენტი მაინც გვექნება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ რაღაც დროის შემდეგ გაცილებით შეგვიმსუბუქდება სამუშაო საათების უფრო პროდუქტიულად გამოყენების შესაძლებლობას მოგცემს. ანუ რეალურად AI-ის გამოყენება ინსტრუმენტად შეიძლება და საკუთარი დრო და რესურსი შეგიძლია დაუთმოს სხვა უფრო მაღალ კვალიფიციური სამუშაო შესრულებას, ხო? სადაც ის პროფესიული ისეთ უნარები, რაც ადამიანური უნარებიც. დიახ, აი რაც ფიზიკურად ვერ ჩაანაცვლებს. ემოციას ხომ შეუძლია ადვოკატი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ კლიენტთან კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ინფორმაცია მიიღე, გაანალიზე. ეს არის ნახეთ, ნებისმიერ კლიენტს უყვარს შენთან მოიტანოს რაღაცა ინფორმაცია იმ გადასახადიდან, იმ ჭრილთან, როგორც თვითონ აღიქვა ეს. ნებისმიერ თუნდაც ძალიან განათლებული ფიზიკური პირის აღქმა სამართლებრივი მოცემულობის შეიძლება არსობრივად განსხვავდებოდეს ამას როგორ აღიქვამს ადვოკატი. სუბიექტურია რა თქმა უნდა ყველა. ამიტომ როცა პროფესიული მას მიდიხარ ჩვენისთვის მას ესმის, ის ადვილად ფილტრავს, სად არის შენი ემოციური მდგენელი, სად არის აი აქ ხედვის აღქმა შენი, რამდენად სამართლიანი იყო, უსამართლო იყო და ასე შემდეგ. ამიტომ ისაც ადამიანური რესურსიდან გამომდინარე შეუძლია ადვოკატს, ცოცხალ ადვოკატს ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მას შეუძლია ჩვენი სამუშაო საათები უფრო პროდუქტიული აღადგინოს. და იყენებთ დღეს ხელოვნურ ინტელექტს, თუ ნაკლებია? ეხლა ნაკლებად ნამდვილად ვერ იმ მოცულობით რა ისეთ ვისურვებდი რა შემეძლოს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო ისეთი სახით, რომ რაღაცა თუ მარტო ვარ და ისე ვთქვათ თანაშემწესობა არ მაქვს, რომ უბრალოდ გადახედოს რაიმე ხო არ არის თუნდაც იქ წერის დროს პუნქტუაციური ნაწილი. ამის იქეთ ჯერ ვერ. იმიტომ რომ სწავლებაში ხო არ შეიძლება კარგად გამოყენება ხელოვნურ ინტელექტს, რას ფიქრობ, ანუ იურისპრუდენციაში და სწავლებაში. მათ შორის იურისტებიც ჩართულები ხართ რაღაც ლექციების ნაწილში, თქვა თქვენ პრაქტიკული გამოცდილებაც ხო უზიარებთ. კი, რა თქმა უნდა. ეხლა გააქვს ეგ ნაწილი? კი, ანუ ვიყენებ ვერ. ერთადერთი არის, თუ ხანდახან შესაძლებელია გამოიყენო, რა ვიცი, თუნდაც კაზუსის შედგენის ნაწილში, რომ რაღაცა შემოილია აი ამ კაზუსის ფარგლებში რაღაც
ვარიაციები შეგიქმნას, იმიტომ რომ როგორ აკეთებთ ხოლმე, ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება, როცა კაზუსის ამოხსნა ხდება სტუდენტების მიერ და წარმოვიდგინეთ ახლა როცა ზიხარ და 5-6 ვერსიას ამ 6 ვერსიის 12 ქვეკითხვას იფიქრებ, იმიტომ რომ არ გქონდეთ ერთი კაზუსი და ამ კაზუსის რამოდენიმე ვარიაცია განიხილოს სტუდენტმა, ხო? ამაზე შეიძლება შესთავაზო, რომ შეიძლება დამიმუშაო ცოტა რაკურსი შეცვლილი ან ვერსია კითხვა შემიცვალ. ამ ნაწილში შეიძლება და მქონია შემთხვევები, რომ გამომიყენებია, თუმცა მოგითხრა ხა ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ თქვენ, ჯერ ვერ კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ დობის მომენტი მაქვს ცოტა ის. მაგრამ ფიქრობ, რომ ეგ დროც მოვა, მე ფიქრობ, რომ ყველა პროფესიაში. მეცნია რომ კი, უბრალოდ ეხლა არის საჭირო დამუშავდეს პირველ რიგში სანდოობის საკითხი, რამდენად ხდება მისთვის გაზიარებული ინფორმაციის ხოლმე ჩვენ კონტექსტში კონფიდენციალურობაც მნიშვნელოვანია. ხო, აი ამას ვამბობ, აი სანდოობა სწორედ იქიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვიღებთ, ჩვენ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამიტომ თუ იმდენად კონფიდენციალურია, რომ შეიძლება თანში წოც არ გაანდო, ამდენად იქნება სწორი ეს გაანდო ხელოვნურ ინტელექტს, რომლის ფარგლებში არ გაქვს დარწმუნება, რომ შეიძლება მხოლოდ თქვენ შორის დარჩა. წეს არ დარჩება და ის ხო, და ამიტომ სხვა ესე პირდაპირ არ მოუყვება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადღაც გამოიყენებს რაღაც ბაზა ხო რჩება, ამიტომ ეს სანდოობის მომენტი არ ჩამოყალიბდება, რა არის მე რამდენიც ვიცი, არის დახურული წლის ხელოვნური ინტელექტები, კი, არის ბლოკჩეინის დაფუძნებული, პაվել დუროვი აპირებს შექმნას ახლა ტელეგრამში. აი ამ მანდ არის პერსპექტივები, თუმცა დღეს არსებულში ვერ ვიტყოდი, რომ დიდად ვანდობდი ბრამის. ხო, hierarchiები სადაც არის ნუ შეიძლება უბრალოდ ხელშეკრულების შედგენის პროცესში რაღაცა გამოიყენო. აი ეგ რაღაც სტანდარტი როდესაც განსაზღვრა, მე რა თქმა უნდა ყველა სტანდარტს ადვოკატი და იურისტი არგებს კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა რაღაც სტანდარტის შედგენაში შეიძლება გამოიყენო და მე მოახდინო შენი შრომის შემცირება იმით, რომ მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომები გამოიყენო. იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტი შეუძლია, რომ რამდენიმე საათში თეილი, ასე ვთქვათ, რაღაც საკანონმდებლო ბაზა შეისწავლოს. თქვათ პირობით ერთი ქვეყნის მოსამართლედ გამოდგება. ვერ, იმიტომ რომ მან არ არის, მან შინაგანი რწმენაც არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის ფარგლებში მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ხო? დეფინიციაში წერია არის. კანონიერება და სამართლიანობის პრინციპი. შინაგანი რწმენა უწერია ერთ-ერთი, როცა დეფინიცია გამარტება სადაც არსებობს, რის საფუძველზე იღებს ეს მოსამართლე გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი არის შინაგანი რწმენა. შინაგანი რწმენა ამას ვერ ექნება. რატომ არის, რომ მაგალითად ახლა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი თუნდაც რაღაცა ლექსი იქნება, ნახატი იქნება თუ ნებისმიერ ნამუშევარი არ არის, ასე ვთქვათ, საპატენტო მიზნებისთვის არ ითვლება ნაწარმოება. რეპლიკაა, ხო ის. არც არ ითვლება არანაირ შემოქმედებით პროდუქტი. ღირებულებად. ხო, იმიტომ რომ ითვლება, რომ მას არ აქვს არც შინაგანი რწმენა, არც ნაგულისხმები ვერ ექნება ვერაფერი. აქედან გამომდინარე, ელემენტარულად თუ საუბარია საპატენტო განაცხადზე, ხო, ხელოვნური ინტელექტის მიერ თუნდაც შექმნილი გენიალური ნაწარმოები ვერ იქნება განხილული როგორც ნაწარმოები, იმიტომ რომ მას ის არ აქვს, რასაც ადამიანური შინაგანი სამყარო ქვია. ანუ მოსამართლედ არ გამოდგება. არა, მოსამართლე არ გამოდგება. მეტიც ძალიან მინდა გავაფრთხილო, ვინც ხშირად იყენებს და თუ ვინმე ხშირად იყენებს, ჩვენ ვქონდათ გავტესტეთ და ძალიან ხშირად ქმნის მუხლებს, რომელიც არ არსებობს. ხო. იყენებს ანუ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც პირდაპირ აყრდნობს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ რაღაც დასკვნას, თუნდაც სამართლებრივ დასკვნას, რაღაც საკუთარ მე დოკუმენტს იქნება, განცხადებას იქნება თუ სხვა სახის რამე იურიდიულ მასალას, იმიტომ რომ ის იტყუება ქმნის და იმ შექმნილის ბაზაზე გაძლევ დასკვნას. როგორ მოგეწონა მანქანა და გადაადგილება, მე მგონი კომფორტულია. ძალიან კომფორტულია, პირველი მინდოდა ამინიშნა აუცილებლად ბოლოსთვის ძალიან კომფორტულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმაურთან დაკავშირებით აბსოლუტურად არც თვითონ ავტომობილის ხმა არ ისმის და არც გარესივრცის ელექტრო გვიწყობს ხელს. ძალიან კომფორტულია და სიამოვნებით შეგიძლია ასეთი მანქანიდან კონფერენციები ჩაატარა, იმიტომ რომ ზედმეტი ხმაური ნამდვილად არის. ერთი კითხვა, შენი აზრით რა საფასო კატეგორიაშია, რა ღირს ეს ავტომობილი? ჩამჩრელი კითხვა არის. იმიტომ რომ აშკარად ტოვებს დაბეჭდილებას, რომ საკმაოდ მაღალი კლასის ავტომობილია, თუმცა ვინაიდან არ ვიცნობ, გამიჭირდება კონკრეტულ საფასო კატეგორიაში. აი მითხარი მაინც რიცხვი. რა ვიცი. დაახლოებით. 40-მდე. და ევროთ ნაკლები. 22,000 დოლარის ფარგლებში. სწორედ ამიტომ ალბათ გლობალურ ავტოინდუსტრიას
ეშინია ჩინური ავტოინდუსტრიის. მართლა გაოცებული ვარ, ფასის კომპონენტი, ფასთან მიმართებითი კომფორტის ნაწილი და განსაკუთრებით რა ეს ელექტრო არის, კიდევ უფრო დამატებით. ეს არის პლაგი ჰიბრიდი, ანუ ბენზინიც არის, elektroც არის, შერეული წვა არის, ყველაზე კარგი მე მგონი დღევანდელ მოცემულობაში. კი, ნამდვილად გითხრები. ჩვენ საუბრობთ ხოლმე მეგობრებში და რეკომენდაციებზე, მაინც ზუსტად ყოველთვის იყო რეკომენდაცია შერეულ ტიპზე. თორე ნამდვილად გაოცებული ვარ. დამტენების ინფრასტრუქტურა ჯერ არ გვაქვს ისე განვითარებული, მე მგონი რომ სამწუხაროდ თუმცა მიდის ამდენად მე ვიცი რომ ვაკვირდები და ვისაც მეგობრებსაც ყავთ ელექტრომობილები, რომ ამდენად ვიცი სიახლეები, ყოველთვის უკვე ხდება რომ ქალაქშიც არის ძალიან ბევრი ახალი და ტელის სივრცე. კი, ეხლა რაღაცები არის. და სავარე დროით შეშიფრება. შინაკლებად არის პრობლემა, უფრო რეგიონების პრობლემაა, ხო. თბილისის გზა, ანუ ბათუმამდე გზა პრობლემური იყო ადრე. ბათუმს ვიღებთ ხოლმე იმათ, რა ქვია. შეევა რაჭაში მივიდივარ მე და რატისკენას ხო ბევრი არ არის სიმართლე. რაც თავარია დატემის დროც საკმაოდ შემცირებულია ახალი იქიდან გამომდინარე, ამიტომ 20-25 წუთამდე ჩამოსული, ანუ ყავის დალევა შეიძლება ისე ვერ მოვასწროთ, ისე დაიტენოს ავტომობილი. აი ეს მინუსია, მინდა გითხრა, ყავის დროს უნდა იძლეოდეს. ყავას მე გავუშვებთ არასწრაფ დატენვას და მე შეგვიძლია ყავაც დავლიოთ და ყავის დროს უნდა იძლეოდეს. არა ერთი ჭიქა სხვადასხვა. დღევანდელ მოცემულობაში ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ რთულია. რაღაცა გამომართლებელი მიზეზი უნდა გქონდეს რომ გაჩერდე და ყავა რომ გაჩერდე ყავის შესვენებას. ანა მადლობა სტუმრობისთვის. ჩანგანი საქართველოში არის და შეუძლია ადამიანებს მივიდნენ და ტესტ დრაივიც გაიარონ და თავად გამოსცადონ ეს ავტომობილი. ანუ ნამდვილად დავიტოვეს და ნამდვილად სიამოვნებით. კი ბატონო და შენ წარმატებებს გისურვებ მედიაციის ნაწილშიც, საადვოკატო საქმიანობაშიც და მადლობა რომ იყავი BMG Drive სტუმარი. მადლობა თქვენ და წარმატებები თქვენ გულს.